დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. თქვენ გახსოვთ, როგორ ვიწყებთ გადაცემას და ისიც გახსოვთ, რომელი ფრაზით მოვდივარ მე თქვენს ოჯახში დილით სტუმრად. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. დიახ, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, როგორც ყველაზე დიდ ფასეულობაზე. ჩვენ საუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში და შევთანხმდით, რომ ამას ვაკეთებთ მიუხედავად ადამიანის ნებისმიერი მახასიათებლისა და ჩვენ საუბრობთ ადამიანზე მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა და რა თქმა უნდა მიუხედავად მისი დიაგნოზისა. ამას ძალიან ჯიუტად ვიმეორებთ იმის ხაზგასასმელად, რომ დიახ, ეს გადაცემა და მთელი მისი კონცეფცია ეფუძნება ადამიანის შესახებ სწავლებას, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გულისხმობს და ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, სწორედ ამ სათქმელს გულისხმობს და აი ამ განცდის აღძრა არ არის მარტივი, როდესაც ჩვენ წლების მანძილზე გვჭირდება ადამიანის სხვადასხვა წახნაგით დავინახოთ. თუ ჩვენ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, შევთანხმდით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არ არის ახირება, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, როგორც სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა, არის ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ადამიანმა იპოვოს საკუთარი ადგილი სამყაროში, მოახერხოს თვითი რეალიზაცია. და ასეთ შემთხვევაში სრულიად გასაგებია, რატომ არ არის საკმარისი უბრალოდ დიდხანს სიცოცხლე, რომ თანამედროვე ადამიანს უნდა არა უბრალოდ დიდხანს სიცოცხლოს, არამედ კარგად იცხოვროს. ამიტომ ჩვენ ერთმანეთისგან გავმიჯნეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მცნება. ერთი ეხება ადამიანის დღეგრძელობას, ანუ დიდხანს სიცოცხლეს და მეორე ეხება ადამიანის ცხოვრების ხარისხს. და მე კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რამდენად ბრძენი იყო ჩვენი წინაპარი და ქართულ ენაშივე დაშიფრა განსაკუთრებული საიდუმლო. ერთია სიცოცხლე და ჩვენი არსებობა და მეორეა ცხოვრება, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა სიცოცხლეს. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჯანმრთელობის შესახებ, რა შეიძლება ფართო ხედვით, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გულისხმობთ სწორედ ადამიანის აღქმას, ყველა მისი წახნაგით და არა მხოლოდ იმ გაგებით უჭიან ფეხი თუ არ მტკივა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ვარ. და უხილავი ჯანმრთელობა, რომელიც ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას ქმნის, სოციალური კეთილდღეობა, რომელიც მთლიანად ეფუძნება ჩვენს ურთიერთობებს, შეიძლება იყოს უფრო მეტად გამსაზღვრელი ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის, ვიდრე მაგალითად ხელის ან ფეხის ტკივილი. აი, ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე ვისაუბროთ, როგორ გრძნობთ თავს. და ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ უგუნებოდ ვართ, ცუდ ხასიათზე ვართ. რატომ შეიძლება ეს იყოს გზა მისასვლელი დღევანდელ ჩვენს საუბრის თემასთან და იმ დიაგნოზთან, რომელიც ძალიან ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში, ეს გავარკვიოთ ჩვენი გადაცემის მეგობართან და დიდ გულშემატკივართან ერთად, რომელიც დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია, იგი გახლავთ ფსიქიატრი პროფესორი ბატონი გიორგი ნანეიშვილი. მოგზავნით ბატონ გოგი, დილამშვიდობისა. გამარჯობათ. მიხარია თქვენი სტუმრობა. მეც ძალიან მოხარული ვარ ყოველთვის თქვენთან შეხვედრით. მადლობა ბატონ გოგი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე, როგორ გზნობ თავს, როგორ გუნებ განწყობაზე ხარ, ადამიანები სხვადასხვაგვარად პასუხობენ, ზოგი ხალისიანად, ზოგი წუწუნს იწყებს და ეს ბუნებრივიც არის. რატომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი? იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება ძალიან შეეჩვია ზოგიერთ დიაგნოზს, გაუშინაურდა კიდეც და საკმარისია გუნებგანწყობა დაუქვეითდეს, უხასიათოდ იყოს ადამიანი ამბობს, რომ რაღაცა დეპრესია მაქვს. არადა ექიმები ასე არ ფიქრობენ, განსაკუთრებით ფსიქიატრები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ დეპრესია დიაგნოზია და არას საყელპუროდ სახმარი სიტყვა, რომელიც უბრალოდ უგუნებობას უსვამს ხაზს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი თემა არის საკმაოდ რთული თემა. ჩვენ დეპრესიაზე უნდა ვისაუბროთ ასაკობრივ ჭრილში, ანუ დროსთან ერთად რეტროსპექტულად, თუმცა მანამდე უნდა დავიწყოთ განმარტებით და ვთქვათ, ჩვენი გუნებგანწყობის ცვლილება და უბრალოდ უხასიათობა არის დეპრესია თუ დეპრესია არის ძალიან კაფიოდ ჩამოყალიბებული ცნება, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება. თქვენის ნებართვით ცოტა უკან დავიხიოთ, უფრო განზოგადოებიდან დავიწყოთ.
დეპრესია ეს არის ემოციის გამოხატულება. აი, კარგად უნდა გავიაზროთ, რა არის ემოცია. ემოცია არის შეფასება. მხოლოდ და მხოლოდ. ეს არის სუბიექტური, ანუ ინდივიდისთვის დამახასიათებელი შეფასება ამა თუ იმ სიტუაციის. ამიტომაც არის, რომ ერთი და თქვენ ბრძანეთ და ძალიან სწორად, რომ ერთი და იგივე ვითარებაში ვიღაცა არის შვიდად, ვიღაცა არის შფოთვიანი, ვიღაცა არის გუნებგანწყობა დაქვეითებული, ვიღაცა კარგი ხასიათზეა. ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ადამიანი იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. აქ უკვე გარკვეულად აზროვნების ელემენტებით შემოდის ცნობიერების, მისი სოციალური სტატუსის. დეპრესია, როგორც კლინიკური ფენომენი. ეს არის გარე სამყაროს, ან გარე სიტუაციის, ან საკუთარი განცდების ნეგატიური შეფასება, რომელიც გრძელდება 2 კვირაზე მეტი. ანუ თუ ადამიანი დღეს, თქვათ, ვერ არის, ასე ვთქვათ, ხასიათზე და ხვალ ხასიათზე, ეს არ არის დეპრესია. ეს არის ნეგატიური შეფასება იმ ვითარების, რომელშიც ის არის. რაღაცა ეწყინა მაგალითად, ან რაღაცა ცუდი ამბავი გაიგო, მაგრამ დეპრესია ჩვენთვის, ექიმებისთვის, თქვა, ფსიქიატრებისთვის, ეს არის მდგომარეობა, რომელიც გარკვეულწილად ღებულობს ქრონიკულ ხასიათს, და 2 კვირაზე მეტი გრძელდება. ეს არის ძირითადი კრიტერიუმი. რა არის ის ფაქტორი, ან ფაქტორთა ერთობლიობა, რომელიც მიიყვანს ადამიანს დეპრესიამდე, ხელს უწყობს? ძალიან ბევრი ფაქტორია, ძალიან ბევრი. დაწყებული ფსიქოგენური ფაქტორიდან დამთავრებული, თქვათ, ეგრეთ წოდებული სომატური ან ორგანული ფაქტორით. ამიტომ იმდენად სუბიექტურია ეს შეფასება, რომ აი ძალიან ცნობილი ფსიქიატრი იყო ვეიდ ბრეხტი, ის ამბობდა, რომ დეპრესია არის ერთადერთი ანთროპოტიპიული რეაქცია. ანუ ადამიანისთვის დამახასიათებელი. ამიტომ ის გულისხმობდა არა მარტო იმას, რომ ადამიანი, ჭყალებში ავიღოთ ეს სიტყვა, რა უგუნებოდ არის, არამედ მისი დამოკიდებულება იცვლება სამყაროს მიმართ. აი, ცნობილი ფილოსოფოსი იყო კიერკეგორი, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს, რომელსაც არ განუცდია დეპრესია, მელანქოლიაო ის ამბობდა. იმას არ უცხოვრია. იმიტომ რომ ეს არის შეფასების უნარი იმ სიტუაციისა, ან შეფასების ფორმა, ან გამოხატულება იმ სიტუაციისა, რომელშიც ადამიანი იმყოფება. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ძალიან ბევრი მიზეზით. დაწყებული სოციალური, როდესაც ის ვითარება, რომელშიც ადამიანი იმყოფება, არის მისთვის ნეგატიური, ან თქვათ, ვერ ხედავს პერსპექტივას მის პოზიტიურ განვითარებაში, ან თქვათ, ადამიანი იძულებულია გამოცვალოს მისი ცხოვრების სტერეოტიპი და ასე შემდეგ, დამთავრებული, თქვათ, ელემენტარულით, რომ ადამიანს აქვს მძიმე ფიზიკური რაღაცა პრობლემა, რომელსაც ის აფასებს ნეგატიურად, ვერ ხედავს პერსპექტივას და შესაბამისად ვითარდება დეპრესია, როგორც შეფასება ამ ფიზიკური მდგომარეობისა. და პლუს კიდე ერთი, რომ არის მდგომარეობები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფიზიკურ პათოლოგიასთან. ანუ დეპრესია ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი სიმპტომი სომატურ სიმპტომებთან ერთად. მაგალითად, რომელიღაც ფიზიკური დაავადების დროს. ჩიყვის, ფარისებრი ჯირკვლის გიპო დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში, როგორც წესი არის დეპრესია, მომატებული ფუნქციის შემთხვევაში ხდება ესეთი, თქვათ, ცოტა გუნებგანწყობის აწევა აფორიაქებით. ანუ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული გორმონალურ დისბალანსზე. დაწყებული, ანუ სიტუაციის შეფასებით დამთავრებული სომატური გარკვეული, თქვათ, დისბალანსით ადამიანის ორგანიზმში. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზები ახსენეთ, მე რამდენიმეს გამოვიყენებ იმისათვის, რომ შემდეგი კითხვა დაგისვათ. ერთის მხრივ თქვენ ძალიან ცნობილი მეცნიერის ფრაზა გაუზიარეთ მაყურებელს, როდესაც ბრძანეთ, რომ ეს მდგომარეობა არის ადამიანისათვის დამახასიათებელი და ადამიანისათვის ტიპური, ასე ვთქვათ, ჩვეულს არ ვიტყოდი, ანუ ადამიანის მახასიათებელია. მეორე მხრივ თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის გრძნობიერი აღქმა მოვლენებისა და დამოკიდებულება ადამიანისა
იმ რეალობის მიმართ, რომელშიც ის იმყოფება. ბრძანეთ ისიც, რომ ამას ერთი მიზეზი და ერთი ხელშემწყობი ფაქტორი კი არა, შეიძლება ძალიან ბევრი ჰქონდეს ასეთი ფაქტორი და ბრძანეთ, რომ ეს არის მდგომარეობა, რომელიც დროში არის გახანგრძლივებული. ის რომ ადამიანისათვის დამახასიათებელია, რა არის ამაში ცუდი? ის რომ ადამიანი ამას სუბიექტურად და გრძნობით აღიქვამს ემოციის დონეზე, რა არის ამაში ცუდი? მაშინ გამოდის, რომ დეპრესია შეიძლება ადამიანმა პრობლემადაც არ აღიქვას, არადა პრობლემა, რატომ არის პრობლემა? რას აფუჭებს დეპრესია ადამიანის ჯანმრთელობისათვის? ჯერ ერთიმე პირველი ის უნდა გავიხსენო, რომ ნეგატიური შეფასება ყოველთვის დეპრესია არ არის. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას. როდესაც ეს ნეგატიური შეფასება ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ხანგრძლივდება, იცვლება ადაპტაციის რეგისტრი. ანუ ადამიანს უჭირს შეგუება იმ სიტუაციასთან, რომელშიაც ის არის. ის ამას ხედავს ნეგატიურად, შესაბამისად შეფასება არის ნეგატიური და ჩნდება გარკვეული სოციალური ადაპტაციისთვის არასასიამოვნო, მომენტები სოციალური, თქვათ, აქტიობის მკვეთრი დაქვეითებიდან, მოდუნებიდან, თქვათ, სოციალური ფუნქციის დაქვეითებიდან დამთავრებული სუიციდამდე. როდესაც ადამიანი თვლის, რომ ესე ცხოვრებას მირჩევნია საერთოდ აღარ მიცხოვრა. ხო? აი, ამიტომაც იყო ვაიტბრეხტის სწორი, ეს არის ანთროპოტიპიური ფენომენი, როცა ადამიანი დეპრესია ფაქტიურად ამ შემთხვევაში ჩნდება როგორც არსებობის ფორმის ერთ-ერთი ფორმა, ანუ პათოლოგიური ფორმა ამ შემთხვევაში. და აქ ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა აქვს სწორედ ადამიანის დამოკიდებულებას იმ გარემოს და რა ფაქტორიც არ უნდა იყოს. ეხლა, თქვათ, ჩვენ ავიღოთ ერთი, თქვათ, ყოფითი ან სოციალური დავარქვათ, ან თქვათ, პერსონალური რაღაც პრობლემები, მეორე მძიმე ფიზიკური დაავადება, როდესაც ადამიანი მიდის იქამდე, რომ იცი, ამდენ ტანჯვას მირჩევნია აღარ ვიყო, ხო? ეს უკვე დეპრესიული შეფასებაა, ანუ შენ ცხოვრებას წვეთ, ხო? ჩვენ გვაქვს ერთი ვიდეო რჩება, რომელიც დეპრესიას არ ეძღვნება, მაგრამ ეძღვნება ძილის დარღვევას და ზრდასრულ ადამიანებში როგორია მათი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და როგორია მათი დეპრესიულობის ხარისხი, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი მკვლევართა აზრით, რომელიც ძილის დარღვევას იწვევს და პირიქით ძილის დარღვევა შეიძლება იყოს ხელშემწყობი ასეთ შემთხვევაში. და აი მოდით ვნახოთ ეს ვიდეო რჩება და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ზრდასრულ ადამიანს დღეღამეში 7-8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი ღამის ძილს ვერ შეცვლის. სრულფასოვანი ძილისთვის აუცილებელია ბოლო კვება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ფიზიკური აქტივობა დაძინებამდე 2 საათით ადრე. ძილის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ხმაური, მკვეთრი განათება, მძაფრი სუნი, ძილის წინ ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან მუშაობა, ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება, საძილე საშუალებებით თვითმკურნალობა. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ბატონ გოგი, ძალიან ხშირად ჩვენ სხვადასხვა დაავადებაზე ვსაუბრობთ ხოლმე ასაკობრივ ჭრილში და ძალიან ბევრია სათქმელი, როდესაც ერთსა და იმავე დიაგნოზე სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის საუბრობთ. მაგალითად, განსხვავებული შეიძლება იყოს თუნდაც ფილტვების ანთების მართვა ბავშვების შემთხვევაში და ზრდასრულების შემთხვევაში, გამოვლინებაც კი შეიძლება იყოს განსხვავებული. როდესაც დეპრესიაზე ვსაუბრობთ, ასაკობრივი წახნაგი როგორია? რამდენად მნიშვნელოვანია და რითი განსხვავდება მაგალითად ზრდასრული ან ხანდაზმული ადამიანის დეპრესია ახალგაზრდა ადამიანის დეპრესიისგან? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მე ვეცდები ცოტა სხვა ფორმით გიპასუხოთ, რომ უფრო გასაგები იყოს ჩვენი მსმენელებისთვის, მაგრამ მოვიყვან ძალიან ცნობილი, ეგრეთ წოდებული ეგზისტენციალური ფსიქიატრიის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, ანრი ეის, ფრანგი ფსიქიატრი იყო ესეთი, იდეას, მან ძალიან საინტერესო იდეა შექმნა დროის ველის შესახებ.
აი სწორედ დროის ველის გაგება ჩვენ მოგცემს საშუალებას გავიგოთ რეაქციის ტიპები დეპრესიის დროს და რითი განსხვავდება თქვა ახალგაზრდის რეაქცია დეპრესია თქვა მოხუცის დეპრესიისგან. ამბობდა რომ დროის ველი არის დროის ის სივრცე რომელიც ადამიანისთვის სუბიექტურად მისია და მისაღები. ანუ არსებობს ისტორია, არსებობს მომავალი, რომელიც ემოციურად არ არის თქვა იმდენად ღრმად, კი გასაგებია ცოდნისთვის აუცილებელია, მაგრამ ემოციურად ადამიანი იწყებს ცხოვრებას გარკვეულ ჩარჩოებში, ხო? შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება ნაკლები, მაგრამ პრინციპში. და აი საინტერესო რამეა, ყურეთ, აი გაჩნდა ბავშვი. და გაიზარდა, გახდა 5 წლის, 6 წლის, 7 წლის. აი ამ სივრცეში, რო წარმოვიდგინოთ, ხო? ძირითადი დომინანტი რა არის? წარსული, როგორც წესი არ არის. დიახ, მომავალია ბავშვი. არის აწმყო, მაგრამ მომავალიც იმდენად დიდია, რომ ის კარგავს აქტუალობას. ამიტომ ბავშვის ფსიქოლოგია ძირითადად რას ეფუძნება? ეხლა მინდა ეს ამ წუთში, ხო? რაც უფრო იზრდება ადამიანი და სოციალურდება, თუ შეიძლება ასე ითქვას. შემდეგ ახსოვს ის შუა პერიოდს. მე ძალიან მოკლედ დიახ. შუა პერიოდი. შუა პერიოდი არის სწორედ აი დიდი ილიას ნათარგმნი ლეიბნიცის სიტყვები აწმყო შობილი წარსულისაგან არის შობილი მომავალისა. ეს რას ნიშნავს? რომ ჩემი აწმყო ეს არის შედეგი ჩემი წარსულის. აი როგორც ვიცხოვრე, იქამდე მივედი და შესაბამისად მომავალშიც ისე გაგრძელდება ცხოვრება, რა წინაპირობები მქონდა ამისთვის. რაც შეეხება ბოლოს, აქ რა ხდება, იცით? წინ პერსპექტივა მცირდება. ანუ შენ იცი რომ ნუ დღეს არა ხვალ 1 წელიწადში, 10 წელიწადში ახლო ხარ უკვე ფინალამდე. ამიტომ ძირითადი აქტუალური ხდება წარსული. იწყება არაცნობიერად, აბსოლუტურად არა, ასე ვთქვათ, ჩემი სურვილით, არამედ გამომდინარე ამ ძალიან უცნაური ფენომენისგან. რატომ ვარ ესე? ეხლა. ხო შეიძლება და უფრო კარგად ყოფილიყავი, ან უფრო. რატომ? იმიტომ რომ აი ესე იყო ჩემი ცხოვრება. ხო, აი ამ ანალიზის დროს უმეტეს შემთხვევაში ადამიანი სამწუხაროდ შავსათვალეებს იკეთებს. აი ხა რატომ აქ წნევა, რატომ აქვს, ნუ ყველაზე კარგი ვარიანტი, რატომ აქ ის თქვა რაღაცა შაქარი ყოლა აგვეფაროს ან რაღაცა. იმიტომ რომ ასე ვცხოვრობდი. ამაზე ნერვიულობდი, ეს არ გავაკეთე სწორად, იქ შევცდი, იქ რო ესე უნდა გამეკეთებინა, ასე გავაკეთე და შესაბამისად ძირითადი ცხოვრების ეს ვამბობ მე აი ეს იდეა. აი დროის ველში ადამიანი ასე გადაადგილდება. ეხლა ამას ემატება, ეს უკვე ეს თავი დავანებო, თორე ემატება სოციალური სტატუსი. აი ახალგაზრდა ასაკი დომინირებს ემოცია, რაციოს, ხო? ამიტომაც არის რომ ნებისმიერი ემოცია არ არის იმდენად დატვირთული რაციოთი, გონებით ვიდრე ეს მოზრდილ ადამიანში ხდება. ამიტომ ახალგაზრდების დეპრესია ნუ აი უფრო ემოციურია, ხშირად ქცევებიც უფრო გაუცნობიერებელია, აი კლასიკური ახლა არის თქვა რომეოს და ჯულიეტას ისტორია, ნუ დააგვირდე კარგად იქნება ცოცხალია, ცოტა ხანი შეხედე, ხო? ნუ ჩქარობ. დიახ. კარგად თქვა ისე დიახ. ამიტომ და სხვათა შორის საინტერესოა, რომ სუიციდების პიკი სწორედ პუბერტალურ ასაკზე მოდის. პირველი პიკი. იმიტომ რომ აი იმის გამო რომ ცხოვრების მომავალი იმდენად შორია, რომ ადამიანს არა აქვს განცდა იმისი, რომ ის შეიძლება როდისმე დამთავრდეს, ამიტომ მას არა აქვს ისეთი შიში ამის დამთავრების, როგორც უკვე დასულ ადამიანს, რომელიც აანალიზებს, რომ ჩემი მომავალი დამოკიდებულია ამაზე. ეს პირველი, აი მეორე პიკი, ყველაზე საინტერესო, ეს არის უკვე მოხუცებულობით, ნუ ანუ ასაკოვან ადამიანებში. ხანდაზმულობის პერიოდში, სადაც ძალიან ბევრი ფაქტორი ჩნდება. პირველი ის, რომ ნუ არის ასეთი ტერმინი, ცარიელი ბუდის ტერმინი. ნუ ეს უფრო გარკვეულ კულტურებს ეხება, უფრო ევროპულ, ვთქვათ, კლასიკურ კულტურას, სადაც
ну თქვათ იზრდება შვილი ტოვებს და მშობლები არიან თავისთვის. ну თქვათ ხანდახან ორნი არიან, ხანდახან რჩება მარტო, ხო და მარტო რჩება. და ბუდეც არიელია. ბუდეც არიელია. მერე გასაგებია რომ მისი სოციალური აქტივობა კლებულობს არა მისი მარტო ინტელექტის თქვათ მაგრამ სოციალური სიტუაციის გამო, იმის გამო რომ თუ ასაკშია სამსახურიდან უშვებენ. ეხლა ეს პრობლემა უფრო გამწვავდა, იმიტომ რომ ხანგრძლივობა გაიზარდა სიცოცხლის და ანუ ადამიანები რომლებიც ისეთ ასაკში არიან, როდესაც თქვათ 30 და 40 წლის წინ ისინი ითვლებოდნენ ღრმა მოხუცებად, ისინი აქტიურები არიან. ამიტომ ამ შემთხვევაში დეპრესია არის უკვე არა ემოციური შეფასება ჩემი მოქმედების, არამედ ნეგატიური შეფასება იმ ცხოვრებისა, რომელიც აქამდე მომიყვანა. რატო დავრჩი მარტო? რატო ვარ ცუდად? აქ რა თქმა უნდა ერთვება სომატური და ორგანული, ანუ ნევროლოგიური წნევას პასუხობს კუჭის კივილის და ყველაფერი, დიახ. ამიტომ აი ამათ და აქ მეორე პიკია სუიციდის. ეხლა რამდენი ხანი უნდა ვიწვალო ესე, მაინც 5-6 წელიწადში ან 10 წელიწადში მაქსიმუმ შეიძლება ისედაც აღარ ვიყო, ხო და მოდი ამას დავამთავრებ. ამიტომ აი საინტერესოა რომ ორი პიკია ესეთი სუიციდის კლასიკური. ბატონ გოგი, სად არის გამოსავალი? როდესაც ჩვენ მაყურებელს ვესაუბრებით, ჩვენი პრინციპი ხო ეს არის, ჩვენი ნებისმიერი შეხვედრის, რომ ერთი მხრივ ვეხმარებით დავანახოთ პრობლემა, ჩვენ არასოდეს გვაქვს საუბრები დოგმატური, როდესაც ადამიანებს ვეუბნებით მხოლოდ ასეა, სწორი და სხვაგვარად არა, ჩვენ ვუყობით იმას, რაც მტკიცებითმა მედიცინამ დადასტურებით იცის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვინდა რომ მარტო დარჩეს ცარიელ ბუდეში ადამიანი თავის ფიქრებთან, დეპრესიასთან პროფილაქტიკა შესატყვისია, შეიძლება მიუსადაგოთ ასეთი სიტყვა, ან რისკების შემცირება. არადა მაგალითად ხანდასმული ადამიანი, რომელიც ახლა გვისმენს, შეიძლება ამბობს, რომ კი, მართლაც ასეა. ჩემს ცხოვრებაში ამდენი რამ მაქვს სანანებელი, ამდენ რამეზე მაქვს დასაფიქრებელი და გამოდის, რომ ყველა წინაპირობა მაქვს დეპრესიისათვის. სად არის ამ დროს გამოსავალი? თქვენ როგორ ფსიქიატრი, როგორ თვლით? ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ძალიან ვეცდები აი გიპასუხო ჯერ ახალგაზრდა ასაკში აქ არის ერთი მომენტი, თქვათ, ზნეობრივ მორალური ბაზისის ჩამოყალიბება, რაც შეიძლება ადრე ასაკში და ინტელექტის. რის გამოც ადამიანი უფრო ღრმად, ახალგაზრდა ადამიანი უფრო ღრმად შეაფასებს თავის მდგომარეობას, იმ თქვათ პატარ პრობლემებს, რომელიც მას თავის ასაკში აქვს და იმედი აძლევს საშუალებას იმისა, რომ გადაძლიოს ეს პრობლემა. როცა ის ასაკში შედის, უკვე ეს მოქმედებს ეს სისტემა, რომ აი აწყვო შობილი წარსულისაგან არის შობელი მომავალისა. მე შემიძლია მომავალი გავასწორო, თუ იმ შეცდომებს გავასწორებ, რომელიც წარსულში ჩავიდნენ. რაც შეეხება მოხუცებულობას, აქ ძალიან საინტერესო პრობლემაა და ძალიან ბევრი პოზიტიური რჩევა. აი ჩვენ ნახეთ პატარა ასეთი რა ქვია, ვიდეო რჩევა. შესანიშნავი რჩევებია. სხვა შორის არსებობს თუ შეიძლება ასე ვთქვას კულტურალური ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული შესწავლა, კულტურალური გარკვეული ჯგუფები, სადაც მაღალია სიცოცხლის ხანგრძლივობა და პრაქტიკულად დეპრესია და მით უმეტეს სუიციდი არ ხდება და განსაკუთრებით ეხლა ეს სხვა მომენტი, ამაზე დღეს ჩვენ საუბარი არ გვაქვს, მაგრამ აი ეს მიბმულია ასევე ტვინის ატროფიის პრობლემებთან. არის, აი მაგალითად, რამდენიმე ადგილს გეტყვით. პირველი, ძალიან უცნაური, პირდაპირ შემიძლია გეოგრაფიულად გეტყვით. სარდინია. დიახ. იტალიის კუნძული, სამხრეთ ნაწილი. როგორ ცხოვრობენ ასაკობრივი ადამიანები? ნუ შეიძლება ითქვას, რომ მათ აქვს თავისი მინი საზოგადოება. ეს არის ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველ საღამოს ხვდებიან ერთმანეთს. ერთად ატარებენ მთელ დღეს. ცოტა ალკოგოლი, რაღაც გართობა, მოყოლა. ტრაპეზის გაზიარებას ვეძახი მე მაგას, დიახ. ამიტომ ამ ტიპის ყოფა და რაც თავარია გარკვეული დიეტა ეს უკვე თქვენი ესე ხო? მოთაშუა ყვების მოდელი, დიახ. ზეთის ხილის ესა. დიახ. დიახ. თვითონ ზეთის ხილი, თევზი, არა ხორცი, არა პური ვთქვათ და მცირე რაოდენობით
ალკოგოლი, რომელიც რაღაც 20-25 მილილიტр სპირტამდე, ანუ ღვინო იქნება თუ რა იქნება. ეს გქოთ ევროპული მაგალითი. ასეთივეა საბერძნეთშიც. დიახ. აი ყველაზე საინტერესოა იაპონიის მაგალითი, ეს არის ოკინავას კუნძულზე გამოიკლიეს ეს. და დაადგინეს რა რომ ფაქტიურად, ნუ ეხლა ეს თელეპონიაზე ცელდება, მაგრამ ეს არის გამოკვლეული და ამის ის არსებობს კვლევები. ადამიანი არ წყვეტს მუშაობას. ვთქვათ, მე იქით ცოტა უცნაური ამბავია, რომ აი, ვთქვათ, დიდი კომპანიები, ეს არის, ვთქვათ, აი Mitsubishi, ვთქვათ, Toyota, რაღაცა, ხო? ეს არის, თქვენ ალბათ იცით, ეს არის დიდი ოჯახი. ამიტომ ჩემი მუშაობა არის არა მარტო მუშაობა, არამედ მე ჩემ ოჯახს ვემსახურები, ჩემი შვილიც წავა და იმ ოჯახს ვემსახურებ. აი წამოვედი აქედან, ხო? აუცილებლად მიდის მუდმივი აქტიობა. ნუ სართულობა მუშაობს. შეიძლება რაღაცით თქვათ კონსულტაციებით ეხმარება იმათ. შეიძლება თავისი პატარა მეურნეობა აქვს, იქ მუშაობს. ანუ ცხოვრებას აძლევს აზრს. რომ მე ახლა ეს უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ აი მოვიყვან კარგ მოსავალს, ჩემ მეზობლებს ისევე მეზობლების. ამიტომ აქ არის ძირითადი რა, მოკლედ რო ვთქვათ. ეს არის ფიზიკური და სოციალური აქტიობა იმ ფარგლებში, რომელშიც ადამიანს შეუძლია, ეს არის სოციალური აქტიობა და ეს არის ფიზიკური ჯანმრთელობისათვის ზრუნვა, რომელიც გამოიხატება ამ შემთხვევაში, თქვათ, სწორი კვებით, ფიზიკური ვარჯიში, თქვათ, მინიმუმ 5-7 კილომეტრი დღეში ფეხით უნდა გაიარო. თქვათ, არ უნდა გადაიტვირთო საკვებით, თქვათ და ასე შემდეგ. არის, აი ამიტომ გითხარით, არის ადგილები, სადაც ეს კულტურალურად ჩვეული ამბავია. რომ აი, იცით, აი სარდინიის კუნძულზე, აი ამ ჩვენ სოფელში, თუ პატარა ქალაქში, აი ჩვენი უბნის მოხუცები, აგერ ხედავ მე, რომ იკრიბებიან აი ამ, თქვათ, კაფე იქნება თუ რაღაცა იქნება და მთელი საღამო ერთად არიან, უყვებიან ძველ ამბებს ერთმანეთს, იხსენებენ რაღაცას. ანუ მეორე დღესაც უკვე მნიშვნელობა აქვს იმისთვის. აი ხვალ მე იქ უნდა წავიდე, იმიტომ რომ რაღაცა გამახსენდა, უნდა მოუყვე, გაიგეთ? არის რაღაც სტიმულები. ან თქვა იაპონიაში, რომ იცით რა არის, მე ხაც კარგი იდეა მომივიდა, მოდი ჩემ შვილს ვეთყვი და წავა ფირმაში და იქნება რაღაცაში გამოადგეთ ჩემი აზრი. ან მე ხვალ გადავწყვიტე, აი თქვა გავისეირნო და ის მოვინახულო ან რაღაც ასე. ანუ მე აღარ ვარ სასარგებლო, მე დავკარგე ფუნქცია, ეს განცდა. აი არის პარადოქსი, არის მეორე მომენტი, თქვა საბედნიეროდ ასეთი ტიპის რეაქციები არის. ისევ იაპონიაში იყო ეგა. არის ესეთი ცნობილი ფილმი, კუროსავას გადაღებულია, ნარაიამას მთა, თუ გახსოვთ არის ესეთი. სადაც დედა და მამა მიყავს სასიკვდილოდ. იმიტომ რომ იმდენი საჭმელი არ არის რომ ეყოთ და ამიტომ ჩვენც გვაქვს ასეთი მაგალითი გოდრის. ხო, დაახლოებით. ხალხურ ზეპირს სიტყვიერებაში. კი. ამიტომ აი ეს მომენტი უნდა გადავახო. უნდა შენი პოვო შენ თავში. შეიძლება შენ არ იყო ისეთი სოციალური აქტივობის მქონე პიროვნება და არ მოქონდეს ისეთი ვთქვათ სარგებელი საზოგადოებისთვის როგორც მოქონდა, როცა შედარებით უფრო ახალგაზრდა იყავი, ან უფრო ის დასაკში იყავი, მაგრამ ცოტა მაინც ხო შეგიძლია გააკეთო, ამისთვის უნდა იცხოვრო. აი ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ბარიერი, რამაც შეიძლება გადაგაბიჯებინოს ამ დეპრესიაზე. რომელიც ჩნდება, იმიტომ რომ ეს აი ანთროპოტიპიული რეაქციაა. იქ კიდე სხვა მომენტია, რომელიც ძალიან კარგად არის ასახული, თქვათ, აი გაუცხოების ფენომენები, აი თუნდაც ეხლა იყო და დიდი სიამოვნებით უყურე ოთარ იოსელიანის ფილმებში, აი თუნდაც პასტორალში რა. ადამიანები ჩადიან იმ გარემოში, სადაც არც იციან ვინ რაზე ლავა და სულ სხვა ინტერესები აქვთ. ხო? ამიტომ ესეც ეგზისტენციალური ცვაი მივედი და ნუ რატო ცხოვრობ, რა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას, თქვა. თუმცა რაც თქვენ ახსენეთ, მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული დეპრესიისათვის ძალიან კარგი წინაპირობაა, როდესაც აი ამ სრულიად განსხვავებული სხვა გარემოში ხვდები, აბსოლუტურად სხვა კულტურაში. და გასაკის მიუხედავად ძალიან მტკივნეულია ეს პროცესი. და აი მაშინ ამასთან დაკავშირებით თუნებას მომცემთ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ორი ყავდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა კოლეგა, რომელსაც ვეხმარებოდი სამეცნიერო შრომის
მუშაობაში და მათ ჩაატარეს კვლევა სუიციდისა საქართველოს ორ რეგიონში, არ მიდეხ ამ რეგიონზე ლაპარაკი. და მივიდნენ იმ ეს იყო 90-იან წლების ბოლო. რომ საქართველოში აღმოჩნდა მესამე პიკი ფაქტიურად. ეს იყო 45-დან 55 წლის ასაკამდე უმუშევარი მამაკაცები. რომელსაც ოჯახი ყავდათ. ოჯახი რო ყავდა, ის პრობლემა არ ქონდა. იმიტომ რომ ის გარკვეული ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს პასუხისგებლობა ჩემი ოჯახის შენახვით, ჩემი მარჩენალი. და მე არ მაქვს ამის საშუალება. ამიტომ აი მოდის დეპრესია, მოდის ნეგატიური შეფასება ამ სიტუაციაში, მოდის განცდა იმისა, რომ გამოსავალი აქედან არ არის. სასოწარკვეთა და ერთადერთი ნაბიჯი, მერთად ხშირად არის ეს. ეს იყო საბედნიეროდ ამან გაიარა უკვე ეს ასეთი ის არ არის, მაგრამ იმ პერიოდში იყო ამის მიზეზი. თუმცა ის რაც თქვენ ბრძანეთ ასაკთან დაკავშირებით, რამდენიმე გასაღები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვათა შორის ეს გოდრის თემა მიყვარს ხოლმე ამ თემასთან, როდესაც მივდივართ, არა თვითონ ისტორია მიყვარს, არამედ ის გაკვეთილი, რომელსაც ეს ისტორია გვაძლევს, იმიტომ რომ თანამედროვე მეცნიერებამ ცხოვრების ხარისხის შეფასების კრიტერიუმები გამოყო და ერთ-ერთი კრიტერიუმი ისიც არის მიუხედავად ყველაფრისა, როგორ ვუვლით ჩვენ უფროსი ასაკის ადამიანებს, საზოგადოება რამდენად კარგად უვლის, რამდენად ბევრია მიუსაფარი ბავშვი და რამდენად მაღალია ახალშობილთა სიკვდილიანობა. ეს შეიძლება მე მრავალთა შორის რამდენიმე დავასახელე, რომელიც განსაზღვრავს იმას, არა უბრალოდ მე როგორ კარგად ვცხოვრობ, ანუ მე რამდენად კარგად ვცხოვრობ, არამედ რამდენად კარგად ცხოვრობს საზოგადოება და ის რაც თქვენ ბრძანეთ, აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ დღეს ასაკობრივ ჭრილში დაგვანახეთ დეპრესია. ბატონო გოგი, კიდევ გელოდებით გადაცემაში არაერთხელ. ხომ არაფერი იქნებოდა? დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი ღრმა და საინტერესო საუბრის მოწყობისთვის. მადლობა თქვენ, მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გიორგი ნანეიშვილი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად ეს არის კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც ფერებთან არის ასოცირებული, მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილით, წითელი შეზღუდვით, იშვიათად აკრძალვით და ძირითადი სათქმელი ეს არის მომაქციე ყურადღება. მაგრამ როდესაც ჩვენ კვებით შუქნიშანზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ კვება არ არის ადამიანის ცხოვრების წესის ერთადერთი ფაქტორი, რომლის შეცვლაც ყველაფერს შეცვლის ჩვენ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მოტეხილი ფეხის მკურნალობა ჩვენ მხოლოდ კვებით არ შეგვიძლია და კვება მხოლოდ დამხმარე კომპონენტი შეიძლება იყოს, მაგრამ შეგვიძლია ძალიან ბევრი ფაქტორის ურთიერთშეხამებით კვებაც ვაქციოთ იმ გასაღებად, რომელიც დეპრესიის მართვაშიც გვეხმარება. თქვენ დარწმუნებული ვარ, ყურადღებით უსმენდით პროფესორ გოგი ნანეიშვილს და მან ძალიან რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა იმისათვის, რომ დეპრესიის რისკი შევამციროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად აქტივობა, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური და მან ამასაც გაუსვა ხაზი, მაგრამ მე რამდენიმე ცხოვრებისეულ ფაქტორს კიდევ დავუბრუნდები. გარდა იმისა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ფიზიკურ აქტივობაზე და საუბრობთ გონებრივი და ფიზიკური აქტივობის გადანაწილებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ცხოვრების წესის ისეთი ფაქტორი, როგორიც არის ძილი. რადგან გადაცემის მსვლელობისას ვიდეო რჩევის წარდგენამდე უკვე მოგახსენეთ, ძილის დარღვევა შეიძლება იყოს ხელშემწყობი ნოყიერი გარემო დეპრესიის განვითარებისათვის, ხოლო დეპრესიის არსებობის დროს შეიძლება დაირღვეს ძილი. ეს უკვე დადასტურებულია, ისევე როგორც დეპრესიისა და
დემენციის მჭიდრო ურთიერთკავშირი, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზედაც შეიძლება თქვენ არც კი ხსმენიათ. ეს არის სხეულის მასა და ჩვენი სხეულის მასის ინდექსი. როდესაც ჩვენ წონაზე საუბრობთ, რატომღაც ყოველთვის პირველ პლანზე არის ხოლმე ესთეტიკური კომპონენტი, როგორ გამოვიყურებით სიგამხდრის ან სიმსუქნის გამო. არადა წონა არის ის ფაქტორი, რომელიც ადამიანის სხეულის მდგომარეობას ახასიათებს და ძალიან ბევრ კომპონენტს განსაზღვრავს თავის მხრივ. მათ შორის აღმოჩნდა, რომ ჩვენი გადახრა ოპტიმალური მაჩვენებლებიდან წონაში გულისხმობ, აუცილებლად გარკვეულ რისკებს ქმნის დეპრესიის განვითარებისათვის და ეს უკვე დადასტურებულია კვლევებით და უფრო მეტიც. მაგალითად, ჰარვარდის სკოლამ ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჭარბი წონის და სიმსუქნის მქონე ქალბატონებში და მათ ჰქონდათ უფრო მეტი რისკი დეპრესიის განვითარების და 41%-ით მაღალი რისკი, როდესაც ჭარბი წონა და სიმსუქნე არასასარგებლო სისტემატურად გამოყენებული პროდუქტებით იყო განპირობებული. უფრო მეტიც, როდესაც მაგალითად ეს იყო 2013 წელს ჩატარებული კვლევა, 2017 წელს ჩაატარეს კვლევა და 12 კვირის განმავლობაში ამ ადამიანებს მოუწესრიგეს კვება იმით, რომ ჯანსაღი კვების მოდელი შესთავაზეს, განსხვავებული აღმოჩნდა შედეგები და მათი პარამეტრები 32%-ით გაუმჯობესდა. წარმოგიდგენიათ, ჩვენ საუბრობთ ერთი შეხედვით მხოლოდ დეპრესიაზე, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანის სხეულის წონაც კი და საკვები პროდუქტები და ყოველდღიური რაციონი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ის დამამძიმებელი ფაქტორი, რომლის შემსუბუქება ავტომატურად დეპრესიასაც ამსუბუქებს. როდესაც ჩვენ ცუდ ხასიათზე ვართ, ჩვენ გვაქვს ერთი თვისება, ვეძებთ სიამოვნებას. და მრავალ სიამოვნებათა შორის ჩვენ შეგვიძლია ვახსენოთ მაგალითად ალკოჰოლის მოხმარება, წამალზე დამოკიდებულებამდე ნაბიჯების გადადგმა და კვება სიამოვნება, მაგრამ საკვებზე და კვებაზე დამოკიდებულება, ალკოჰოლზე და წამალზე დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი, რომელიც დეპრესიისათვის ხელშემწყობია მხოლოდ და არა დამხმარე. ამიტომ ყველა ეს პროდუქტი არის ყვითელ ზონაში. ყველა ეს პროდუქტი არა დამხმარედ, არამედ დამამძიმებელ და ხელშემშლელ ფაქტორად განიხილება. ალკოჰოლიც გემოს გამამძაფრებელი ფაქტორებიც იქნება ეს მაგალითად ძალიან ტკბილი, ძალიან მლაშე, მწარე, უკიდურესად შეკაზმული საკვები, ბევრი ცხიმი, პროცესირებული პროდუქტები, რომელიც ანთების ხელშემწყობია. სხვადასხვა სახის დანამატები, რომელსაც ბოროტად, არარაციონალურად ვიყენებთ. და თქვენ წარმოიდგინეთ საზოგადოებაში და მეცნიერებაშიც კი დამკვიდრებული აზრი, რომ კოფეინი და კოფეინშემცველი პროდუქტები მხოლოდ დამხმარია, იმიტომ რომ გუნებგანწყობას გვიუმჯობესებს, ეგრეთ წოდებული გამოღვიძების ეფექტი კოფეინთან ასოცირებული, ძალიან კარგ ინსტრუმენტად განიხილებოდა დეპრესიასთან კავშირში, თუმცა უკანასკნელი კვლევები ძალიან წინააღმდეგობრივია. უფრო მეტიც დადასტურდა, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა კოფეინის მიმართ, პირველად გრძნობენ მოზღავებას ენერგიისა, ერთგვარ ტალღას, სასიცოცხლო ტალღას, რომელიც ძალიან სასიამოვნოა, რომელსაც მოჰყვება სამწუხაროდ გამოფიტვის განცდა, სამწუხაროდ დეპრესიულობის გაღრმავება და რაც მთავარია, უგუნებობის მერყეობა, ასეთი ხარისხობრივი მერყეობა, ამიტომ კოფეინით დატვირთვა და კოფეინის არარაციონალური გამოყენება ან შეთავაზება, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალების, აღარ არის მიზანშეწონილად მიჩნეული და მხოლოდ ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. რა არის მიზანშეწონილი? მიზანშეწონილი არის წონასწორობა, ორგანიზმში წონასწორობა, რომელიც მიიღწევა მარტივი წყლის ბალანსით, მიიღწევა ორგანიზმის გასუფთავებით და ამას მცენარეული ბოჭკა, როგორც ბუნებრივი ცოცხი აკეთებს, ეს არის მიკრობიომისა და მიკრობიოტას აღდგენით, თუნდაც ნაწლავტვინის ღერძის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენი ორგანიზმი არის ჰარმონიული, ხილული და უხილავი კომპონენტებით და ჩვენ ვართ ბედნიერ თანაცხოვრებაში ჩვენი ორგანიზმის შიგნით ბინადარ მიკროორგანიზმებთან. თეფშის პრინციპის დაცვა, როდესაც ღიური რაციონის ნახევარი მაინც არის ბოსტნეული და ხილი, მარცვლთან და ცილოვან კომპონენტთან კომბინაციაში და იმის გათვალისწინება, რომ პროდუქტებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული პრინციპი.
ომეგა-3 უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში ჩართული. B12-ის ნაკლებობა შეიძლება იყოს დეპრესიის, სურათის, ძალიან აქტიური ხელშემწყობი. სელენის ნაკლებობა ჩვენს კვების რაციონში, მაგალითად D-ვიტამინის ნაკლებობა და უგუნებობა, ეს არაუბრალოდ ასოციაცია, არამედ მიზეზშედეგობრივი კავშირია. თუთიის ნაკლებობა ჩვენს კვების რაციონში. სად ვიპოვოთ ეს პროდუქტები? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული ამინომჟავა გვაკლია. მაგალითად, არის ასეთი ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელიც გარდაიქმნება და გვაძლევს სეროტონინს. მნიშვნელოვანია ეს ჩვენი გუნებგანწყობისთვის და განსაკუთრებით დეპრესიის რისკისთვის. ყველა მწვანე ფოთლოვანი მცენარე. პროდუქტები, რომელიც მდიდარია მაგალითად სელენით, ეს შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მაგალითად ღვიძლიც, მაგალითად ნიორიც, მაგალითად სოკოც და სხვადასხვა სახის თხილიც. მაგალითად პროდუქტები, რომელიც B-ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ფოლიუმის მჟავის სახით მე უკვე მოგახსენეთ, მწვანეფოთლოვანი მცენარეები, B12-ისათვის ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, თევზი. ესენი შედარებით ნაკლებად, ხორცი ყველაზე დიდი რაოდენობით. მნიშვნელოვანია ომეგა-3-ის და თუთიის შესავსებად, მაგალითად თხილეული, მცენარეული ომეგა-3-ისათვის, მაგალითად სელის, თესლი და თესლისგან წარმოებული ცხიმი, მაგალითად თევზი. არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სახის მაგალითად გოგრის ან მზესუმზირის თესლი, არ დაგავიწყდეთ B-ჯგუფის ვიტამინების შესავსებად პარკოსნები და არ დაგავიწყდეთ B-ჯგუფის ვიტამინების ძალიან კარგი წყარო, რომელიც მაგნიუმთან არის დაწყვილებული, ეს გახლავთ მარცვლეული, ბურღულეული, ხორბალი, განსაკუთრებით მთლიანი მარცვლეული, რომელიც არ არის ტექნოლოგიურად უკიდურესად დამუშავებული, არ არის უკიდურესად რაფინირებული და გაწმენდილი სხვადასხვა ნივთიერებისაგან. ეს იყო დღევანდელი რეკომენდაციები, მე ხვალამდე გემშვიდობებით და ტრადიციულად ჯანმრთელობას და ღირსეულობას გისურვებთ.